მოგესალმებით, AliExpress-დან ჩამოვიდა დიდი ფასდაკლებით ნაყიდი პროდუქტები. მოდი გავხსნათ ახლა ეს ამანათები და ვნახოთ რა შევიძინეთ. მოდი დავიწყოთ ამანათების გახსნა. ეს ყველაზე დიდი ამანათია. მოდი დავიწყოთ ამანათების გახსნა. ეს ყველაზე დიდი ამანათია. ვნახოთ აბა აქ რა არის. ამოვიღოთ. ეს არის ავტომობილის ორგანიზერი, ანუ ჩანთა სპეციალური. ხო? აი ესეთი ნახეთ, რომელიც მოთავსდება ავტომობილში და აქ ალბათ ჩაიდება ინსტრუმენტები და სხვა საჭირო ნივთები. ესეთი ორგანიზერია. სიგრძე არის 50 სანტიმეტრი, სიგანე არის 24 და სისქე არის 15 სანტიმეტრი. მოვათავსებ ამ ორგანიზერს საბარგულში ავტომობილის და ჩავდებ გარკვეულ ინსტრუმენტებს და შევხედოთ. თუ მომეწონა, კიდევ შევიძენ ერთ ან ორ ცალს ესეც. ეს ჩანთა დამიჯდა $4.85, ვიჩქარე, უფრო იაფათად შეიძლებოდა შეძენა, სადღაც $4 ანალოგიური ორგანიზერები იყიდება AliExpress-ზე. ნახოთ შემდეგი ამანათი, აქ არის რამოდენიმე პროდუქტი. გავხსნათ. ეს არის მაჯის და ხელისთითების სამაგრების სავარჯიშო. ესეთი ადრე ვიყიდე, ის ცოტა დაბალი ხარისხიანია, ეს უკვე ნორმალური ხარისხი უნდა იყოს. ავხსნათ. ესეთია. საკმაოდ კარგი ჩანს. პირველი შეხედვით მერე ვნახოთ. ეს სპანდერი დამიჯდა $3.09. ნახოთ ახლა შემდეგი პროდუქტი. ეს არის ავტომობილის fast charger-ი, ანუ დამტენი. ბიუჯეტური ვარიანტია. ამ დამტენს გააჩნია 6 პორტი, 4 USB და 2 Type-C. 12-დან 24 ვოლტამდე აქვს დატენვის საშუალება, ანუ სწრაფი დატენვის საშუალება. აი ესეთი ბიუჯეტური ავტომობილის დამტენია. ეს არის ბიუჯეტური ვარიანტი, მე დამიჯდა $1.53. ხარისხით არ ვიცი როგორია, დავტესტავ და ვნახავ. მისი რეალური ფასი დღეს არის $2.38. მოდი ვნახოთ კიდევ ერთი პროდუქტი. ნახოთ. ეს არის მულტიფუნქციური საკანცელერიო დანა. მოკლედ აი ესეთი საკანცელერიო დანა, მულტიფუნქციური, აი ეს თვითონ დანა, რომელსაც აქვს ესეთი ფიქსატორი. ასევე აქ არის სახაზავი. ეს არის აი ეს სხვადასხვა ზომის ყანჩის თავები. აი აქ. ნახეთ. თვითონ არის მეტალის корпуსი და გარედან აი ეს პლასმასის ჩარჩო აქვს. ესეთი საინტერესო ინსტრუმენტია. მისი ფასი გამოვიდა $2.15. ნახოთ კიდევ რა გვაქვს. სამწუხაროდ ეს შეფუთვა არის ესეთი დაზიანებული. ეს არის ესეთი ნატურა ლამპა. გამოვიღოთ, აინთო. მაგრამ არ არის დაზიანებული.
აი ესეთი მე ვიტყოდი ღამის USB LED განათება. აი ამოვარდა ეს დამტენი კაბელი USB, micro USB. აი უკანა აქვს აი ამ ლამპას micro USB პორტი. აი შიგნით აკუმულატორი, რომელიც რამოდენიმე საათი მუშაობს, სადღაც 5 საათამდე. ესეთი განათება. აი მოდით. ნახოთ რამდენი რეჟიმი აქვს. ჯერ გამოვხდით ეს და ჩავწვდით. ეს ერთი რეჟიმი, 2, 3 რეჟიმი აქვს, რა. ძალიან მოსახერხებელი დიზაინი და ფორმა აქვს ამ ნატურას და ძალიან პრაქტიკულია. ეს USB LED ნატურა შევიძინე $2.70. დღეს მისი ფასი არის $3.83. და ბოლო პროდუქტი ამ ამანატში ეს არის ელექტროსაათი ავტომობილისათვის. და მოვიღოთ. ნახოთ. ეს არის ძორმაგის კოჩი. ეს თვითონ საათი ელექტრონული. ასევე აქვს ესეთი ელემენტი. დავხულოთ. აი ჩაერთო. აი კვაჭერ ზემოთ ეს არის განათება და აქ არის აი ორი მართვის ღილაკი. შეგვიძლია დრო დავაყენოთ რა, ანუ ერთი დაჭერით აქ აი ამ ღილაკზე და აი ქვედა ღილაკით ვაყენებთ დროს. შემდეგ ისევ აი ამ ღილაკს ვაჭერთ და უკვე წუთებს ვაყენებთ და შემდეგ უკვე თვე, დღე, უბრალოდ აი ესე მარტივია დროის შეცვლა ამ საათზე და შემდეგ უკვე აი ესე ორმაგის კოჩით შეგვიძლია დავაწყებოთ ავტომობილში იქ, სადაც ჩვენ დაგვჭირდება. აი ესეთი სამრეწველო ფენი ვიყიდე, $10 დამიჯდა. მოდით ახლა ჩვენ გავუკეთოთ გადამყვანი და ჩავთოთ და დავტესტოთ. ნახოთ უბრალოდ აი როგორ მუშაობს. სულ მინდოდა ესეთი ინსტრუმენტის შეძენა არ მქონდა. მოდით აი აქ არის პირველი სიჩქარე ჩავთავთ. აი ძალიან ცხელია. აი ჯერჯერობით მუშაობს. უბრალოდ შევხედავ, ამუშავებ გარკვეული პერიოდი და თუ მომეწონა, მე შეიძლება რეკომენდაციაც გაუწიოთ $10. საკმაოდ კარგი ფასია. მოდი ხა დავტესტოთ ფენი. აი აქ კაბელი გადავაბი. იზოლაციული ლენტა დავახვიე, მაგრამ მინდა უფრო ძლიერი იზოლაცია კონდეს. და აი, მოდით ახლა ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენი ფენი და გაჩვენოთ აი როგორ მუშაობს. ესეთი ტიპის სამუშაოებისთვის იყენებენ ეს სამრეწველო ფენს.
აი სამრეწველო ფენში გადავიხადე $10 და 2 ცენტი. ეს საკმარისია უკვე პროდუქტების წარდგენა. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ პროდუქტებზე, დაწერეთ კომენტარებში, გამოიწერეთ არხი, გევშვიდობით მომავალ შეხვედრამდე.